გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squeltanetan mamaqla daidzaxe Turbo savrebotsi ტურბოზავრები მის რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენა, საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე? ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩენდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდე საფრთხეშია? და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავდგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე. შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემს საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვეთ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ? საბრალო ჩიტი, როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს. ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. ტურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით.
შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ კინაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ. ორი ახლა მე მინდა დავუკრა ორივეს გვაჩუქეს. ახლა ჩემი ჯერია. უკვე ჩემი ჯერია. კარგი დავუკარი 10 ჯერ. პედია, როგორ ფიქრობ? ბორე და ფედია ოდესმე გახდებიან დრამერები? შეუძლებელი არაფერია. სად მიდიხართ? კენკრის დასაკრეფად. შენც წამოდი. არ შემიძლია, მე და ფედია რეპეტიციას გავდივართ. თავარი არ დავიკარგოთ. მოდი დაუბრუნდეთ. ფედია, მოусმინე? ეს ხომ წყაროა, ცუდია რომ სახლიდან შორს ვართ. შორს ვართ? როგორც ჩანს, სახლთან მეორე მხრიდან მოვედით. სახლი იქითაა. აკარია. გამოვიდათ. და ჩვენ რა გავაკეთოთ? ბილიკი. გეთანხმები. მაგრამ ტურბოზავრების გარეშე არაფერი არ გამოვა. კარგი. კარგი, რა გვაქვს აქ? ჭაობი, 1 ცალი. კიდევ არის ბორცვები 1, 2, 3. იქ კიდევა. იდეა მაქვს კუნძულებს შორის მორებისგან გაკეთებულ ხიდებს გავიყვანთ. მე და ტრაკი წაქცეულ ხეებს მოვიტანთ. თორი მათ შუაზე გახერხავს, ანკი კი საჭირო ადგილებზე დააყენებს. ასე ადგილობრივ ფლორას შევინარჩუნებთ, აქ ძალიან ბევრი იშვიათი მცენარეა და ეკოლოგიური ბილიკი იქნება. მე კი პოზიტიური განწყობით დაგმოხტავთ. ტურბოზავრებო, წინ! აი, მესმის კადრი. ახლავე წაშალე ზერ. ჩქა
არა, გამომიყვანეთ აქედან. ეკოლოგიური ბილიკი მოქმედებაშია. მოიცადეთ, ჯერ არ დაგვიმთავრებია. რა საინტერესო ბალახია. ეს დროზე რა, მცენარე მტაცებელი. მას აქვს წება, რომლის მეშვეობით ნადავლს იჭერს. დო, მისთვის ძალიან მსხვილი ხარ. დროზე რა, მხოლოდ მწერებზე ნადირობს. ესეც ასე, წყაროსკენ მიმავალი ბილიკი გახსნილია. დიდი მადლობა ყველას, ნამდვილი მეგობრები ხართ. მარტო ვერაფერს ვერ მოვახერხებდით. ახლა წყაროს წყალს დავლევთ. შესანიშნავია. რამდენი საინტერესო მცენარე გვქონია. ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი? ჩვენ ამ წყაროს არსებობა არც კი ვიცოდით და რა გემრიელი წყალი ყოფილა. ეს რა არის? და მაინც არ მესმის. როგორ? ერთ დღეში დრამზე ასე დაკვრა, როგორ უნდა ისწავლო? რამდენი ხანი არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექაქუხილია. ბედა, გადა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექაქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექაქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოწანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. ზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოს დავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო?
შენ ზევიდან უყურე ცეცხლი საით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლმდები. გმადლობ, კატя. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი? მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. იპოლიტ, ნუ ცელქობ. იცით, გუშინ ჩვენს პარკში ვსეირნობდი. ნეტავიქ სათვალიერებელი კოშკია ეშენებინათ. მაშინ ზევიდან მთელი ჩვენი ლამაზი ქალაქი გამოჩნდებოდა. იდეა მაქვს. ძველი კოშკი გახსოვს? აჰა. შეგვიძლია სათვალიერებელ კოშკად გადავაკეთოთ. იპოლიტ. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დღეს ჩვენ კოშკს გადავიტანთ. რა? სად? რა? რომელი კოშკი? ყალსაწნევი. წამოდით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ტურბოზავრები ყოველთვის მზად არიან მეგობრების დასახმარებლად. აი იცით. რა მაგარია? აბა რას გეუბნებოდით? მაგარი კოშკია რა? ეს კოშკი ტრაქზე მაღალია. ვერ ავწევთ. ვინ ვერ აძევს? აბა ახლა მიყურეთ. ტრაკ მოიცადე. ახლავე აგიხსნით ყველაფერს. აი რა მოვიფიქრეთ. ჯერ თორი ტერიტორიას გაწმენს. შემდეგ ტრაკი და ანკი სახურავს მოხსნიან. შემდეგ ტრაკი მოხსნის სარტყელებს. თორი კი ფუნდამენტს გაათავისუფლებს. ტრაკი და ანკი კოშკს ნაწილებად დაშლიან და ბულის პლატფორმაზე დატვირთავენ. რა კარგი ნატურმორტია. საოცარი მსგავსება. ამოცანა გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო, წინ! თორ,
შენი ციცხვი გამოიყენე. Атки, выдвини стрелу. ჭანჭიკები უნდა შევინახოთ, თორემ დაიკარგება. შვიდად,ახლავე შევინახავ. დორბაზავრებო, წინ! ჯობია, წავიდე, ფოტოები გადავიღო. Мост очень низкий. ხიდი ძალიან დაბალია. ტრაკი მის ქვეშ ვერ გაივლის. ერთი იდეა მაქვს. ახლა ვეგაჩვენებთ. უცნაურია. გუშინაც გავიარე აქ და ეს კოშკი არ ყოფილა. პეტია და კატია რასაკეთებენ აქ? ალო? იცით რომ პეტია და კატია ქალაქში წყალსაწნევი კოშკით დასეირნობენ? რა თქვით? იპოლიტ, მომყევი. მეგობრებო, კარგი გამოვიდა რა? მაგარია. ჰა, მაგარია. კი, მაგარია. კოშკი მოძებნე, ტობიკ, მოძებნე. აი, სად ყოფილა. ტობიკს ვერ დაემალებით. პეტია, კატია, აი სად ყოფილხართ? პებია, მე და კატია ვუყურებდით როგორ დგამდნენ სათვალიერებელ კოშკს. საოცარია. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, კოშკი კი უკვე დადგეს. სასწაულია. სასწაულია. რა თქმა უნდა, სასწაულია. ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმდენ ხანს ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ხრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. Бум! ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. Jerry! ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ.
თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან. სტრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომ ასეა, ბულ. მართალია, თორ. მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო. თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ! შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ბეღელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.